ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იქნება გადაცემის ამ ნაწილში კიდევ შემოგვერთდება ჩვენთან ერთად. ნინო დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დილამშვიდობის. გუშინ სტრასბურგში ძალიან ტრაგიკული რაღაც მოხდა ერთი ხედვით ნამდვილად, იმიტომ რომ სამართლიანი აბსოლუტურად და დადგა ის დრო, როდესაც მრავალი წლის შემდგომ ოცნება ვეღარ ახერხებს რომ მოატყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ის ეფექტურად ახერხებდა მათ მანიპულირებას, ისევ როგორც ქართველი ხალხის დიდი ნაწილის, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, რომ აი თითქოს მათ აღარ დარჩათ სივრცე ამისთვის. აღარ დარჩათ ხელში კარტი, აღარ დარჩათ სათქმელი და წულუკენის დაბნეული გაბრაზებული სახე გუშინდელი დღე რო გამარჯვებად გამოაცხადა, ამის ნათელი დადასტურება იყო. საქართველოს ხელისუფლება აღარ აპირებს, რომ de facto ვინც მართავს ეფექტურ კონტროლს, ვინც ახორციელებს ჩვენ ტერიტორიაზე, რომ მიიღოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა. საერთოდ რას გვეუბნება გუშინდელი და გუშინდელი ამბები, რაც სტრასბურგში განვითარდა ჩვენ ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას? დილამშვიდობის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მართლაც ტრაგიკული სანახავია, იმიტომ რომ ასეთი მაგალითი არ გვახსენდება, მას შემდეგ რაც ჩვენ ევროსაბჭოში გავწევრიანდით. ავად თუ კარგად ქართული დელეგაცია იქ მონაწილეობდა, კრიტიკასაც ვიღებდით, მე ვყოფილ ვარ ამ დელეგაციის წევრი. ყოფილა წარმატებული გადაწყვეტილებებიც, ყოფილა კრიტიკული გადაწყვეტილებებიც, მაგრამ არასდროს კითხვის ქვეშ არ დამდგარა ლეგიტიმაციის საკითხი, წარმომადგენლობის საკითხი და ჩვენი ხმის უფლება ამ ფორუმის ფარგლებში. დღეს ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას როგორც ნაბიჯს იმისკენ, რომ საქართველოს შეიძლება ამ საერთო ევროპული სივრცის ნაწილად საერთოდ არ მოიაზრებოდეს, იმიტომ რომ რა სტატუსითაც ჩვენ ახლა დავტოვეს, ეს არის ფაქტობრივად დამკვირვებლის სტატუსი, ანუ ეს არის ჩვენ იქ ეფექტურად მონაწილეობის შესაძლებლობა პრაქტიკულად შეგვეზღუდა, ანუ საქართველოს ხმა, როგორც ასეთი, იქ წარმოდგენილი ვერ იქნება, არა იმიტომ რომ de facto წარმომადგენლებმა რაღაც დემონსტრაციულად დატოვეს შემადგენლობა, არამედ იმიტომ, რომ ევროსაბჭომ ისედაც შეგვიზღუდა ჩვენს უფლებები და გითხრა, რომ ჩვენ აპრილამდე დაგაკვირდებით და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას საერთოდ დაგტოვოთ თუ არა ჩვენ სივრცეში. მძიმე გადაწყვეტილება არის ნამდვილად. მძიმე გადაწყვეტილება მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყნები, რომლებიც თქვათ ჯერ გაწევრიანების ეტაპზე არიან, მერე შემდგომ ეტაპზე გადადიან, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონიტორინგს ექვემდებარებიან და რაღაც ეტაპზე მონიტორინგის პერიოდი სრულდება და შემდგომ სრულფასოვანი სტატუსის მატარებელი ხარ. ჩვენ ახლა ისევ მონიტორინგის რეჟიმში დავუბრუნდით და გარდა იმისა, რომ მონიტორინგის რეჟიმში დავუბრუნდით, საერთოდ შეგვეზღუდა უფლებები და გითხრეს, რომ ფაქტიურად გარიცხვის კანდიდატები ვართ, ანუ ფაქტიურად ჩვენ დელეგაციას იქ ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ, თუ ეს დელეგაცია იქნება ამ რეჟიმის მიერ წარდგენილი. როცა ამ მიმართულებით საუბრობთ, თითქოს ერთი მხრივ შეგუებულიც კი არის რეჟიმი ამ ყველაფერს და მათი მცდელობასაც აკლდა რაღაცნაირი მონდომება ჩემი შთაბეჭდილებით, იმიტომ რომ მათ პრაქტიკულად აღარსად აღარ მიესრულებათ ამ მიმართულებით და როგორც სტრასბურგში, ისე ბრიუსელში ამ მხრივ ამოწურულია მათი რესურსი მუშაობის. სად შეიძლება ხედავდნენ ისინი რესურს მუშაობის ამ მიმართულების თქვენ დაკვირვებით და საკმარისი იქნება თუ არა აი იმ მცირედ რეჟიმებთან, როგორც არის თქვათ უნგრეთში, ხო, ხელისუფლებებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ შექმნან ილუზია მაინც საერთაშორისო რაღაცა ურთიერთობებში ჩართულობის. რაც ასე სჭირდებათ მათ, ხო? ჩვენ ვნახეთ აზერბაიჯანში ვიზიტები, ვნახეთ აბუ-დაბიში ვიზიტი, ვნახეთ მე რამდენი ვიზიტი უკვე უნგრეთში, ყველა დონეზე გაიმართა, უკვე შეხვედრა მგონი ამ უნგრეთში უკვე სკოლის დირექტორებს შევახვედრებთ მალე ერთმანეთს საცალკე, მაგრამ ხო არის კიდე რაღაცა ამის მიღმაც, ხო ამერიკაში შეხვედრები არ არის, არსად სხვაგან არის. რა სივრცე არსებობს ამ მიმართულებით და ასევე რის მთქმელია ის, რომ პარტიები კი რომლებიც მათ შორის ევროპაში არსებული პარტიები, რომლებიც ტრადიციულად ახლა რუსეთთან მეგობრობდნენ, ყველაზე რბილი სიტყვა რო გამოვიყენოთ, თუ არა მათი გავლენის ქვეშ იყვნენ, ისინიც კი ერდებიან ამათთან თანამშრომლობას. აი რა სად არიან საერთოდ აღმოჩენილები? მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ მასშტაბის რეაქციას ელოდნენ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ
ისინი მზად იყვნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ, ისინი მზად იყვნენ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გადადგეს რუსული კანონის რეინიცირებით დაწყებული შემდგომ მათი დემონსტრანტების წინააღმდეგ აგრესიის გამოვლინებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, გონია რომ თავისი გუნდის ფარგლებში და ყოველ შემთხვევაში ასე ჟღერდებოდა აქამდე და მათი რეაქციაც ამას მოწმობს, რომ მათ მაინც ჰქონდათ მოლოდინი ერთი ამ გადაღებული 20 იანვრის, რომ ტრამპის პირობებში ვითარება შეიცვლებოდა და უფრო ადრეც მათ არ ვიცი ივანიშვილი თუ მასთან დაახლოებული პირები ამ მოლოდინებს უღვივებდა, რომ ჩვენ არჩევნებს გავაყალბებთ, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ ძალაუფლებას ფაქტობრივად გავიმყარებთ, მერე ჩვენს გარდა მაინც მათ სასაუბრო არავინ დარჩება და საერთაშორისო თანამეგობრობას ავად უკარგად მოუწევს ჩვენთან ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ ამ მოლოდინით იყვნენ, მათ არ ეგონათ რომ ეს ნიადაგი ასე გაიყინებოდა და მათ საერთოდ არსად შესაძლებლობა არ ექნებოდა რაიმე ტიპის დიალოგის წარმოების. ასევე მე არ მგონია რომ მათ ძალისხმევა დააკლეს, მგონია რომ ყველანაირი მძიმე артиლერია რაც ყავდათ გადაისროლეს. უბრალოდ როგორც თქვენ ამბობთ ფიზიკურად რესურსი ამოწურულია დიალოგის წარმოების მათი მხრიდან. ისინი აღარ არიან ის პირები, რომლებსაც რამე ეთქმით საქართველოს სახელით. ამიტომ მათთან აღარავინ აღარ საუბრობს. მას შემდეგ რაც ევროპის კავშირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მათ სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტები შეუჩეროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს აღარ წარმოადგენენ. კი, შეუძლიათ ჩვეულებრივი პასპორტებით იმოგზაურონ, მაგრამ საქართველოს სახელით ისინი ვერც ერთ ოთახში ვეღარ შევლენ და დიალოგს ვერ წარმართავენ და ამის შედეგი იყო, რომ დიდი ალბათობით მათ ალბათ არც არავინ მოусმინა და აღარც არავის მიმღებლობა არ ქონდა იმისი, რა სიტყოდა ხა იქ გივი მიქანაძე და თეა წულუკია. ხო, ნამდვილად ამ ხრივ მძიმე სიტუაცია აქვს. მინდა ვიკითხო ამერიკის მიმართულებაზე დამატებით, იმიტომ რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს ტრამპის ახალ გადაწყვეტილებას USAID-ის, ანუ ამერიკის საერთაშორისო დახმარებათა შეჩერების, დროებით შეჩერების შესახებ, იმის გამო რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში ამერიკა ისეთ რეჟიმებსაც ეხმარებოდა, რომლებიც ამერიკის მტრები არიან, რომლებიც ამერიკას ემტერებიან და იმ მიმართულებით ხარჯავდნენ ფულს. ამერიკამ სოფლიოში ამ ტიპის დახმარების ყველაზე მსხვილი გამცემია, ეს საუბარია $70 მილიარდ დაახლოებით. ეს არ შეეხება სამხედრო დახმარებას უკრაინის, ისრაელის, ეგვიპტის მიმართულებით, ანუ იქსაც არ შეეხება ასევე საკვებით მომარაგებას გაჭირებული მხარეების სოფლიოსი, მაგრამ შეეხება ბევრ ისეთ პროგრამას, რომელთაც თქვათ საქართველოს ხელისუფლება სარგებლობდა და ახლა შეჩერდება. სწორედ იმის გამო, რომ უნდა გადაისინჯოს რამდენად მეგობრულია საერთოდ საქართველოს ხელისუფლება და ნებისმიერი სხვა ტიპის რეჟიმი ამერიკის მიმართ. რას გვეუბნება თავისთავად ტრამპის ადმინისტრაციის ასეთ გადაწყვეტილებები და როგორ უნდა უყურებდეს წესით, რა საფრთხეებს ქმნის ასეთ გადაწყვეტილებები და ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილის მსგავსი რეჟიმისათვის, რომლებიც ანტიამერიკულ აღვირახსნილ ანტიამერიკულ კამპანიას ეწევიან გასული წლების განმავლობაში. ტრამპის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, მძიმე გადაწყვეტილება, ძალიან რადიკალური ნაბიჯი იყო, მაგრამ მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში სულ გვესმოდა მისი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ვთქვათ, წინამორბედების სახაზინო ხარჯვის ნაწილში კრიტიკა და ვიცით ისიც, რომ ამ პროგრამების მიმართ გარკვეულწილად სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, მათ შორის დიდწილად სამართლიანადაც, იმიტომ რომ მართლაც გადახედვის პროცესმაც აჩვენა, რომ არასასულო რეჟიმებსაც გაეწია დახმარება და მინიმუმ ეს უნდა გადაიხედოს, გაიწმინდოს და ვთქვათ, ახლებური მიდგომა შემუშავდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაფინანსებებს შეაჩერებენ იმ ქვეყნებთან და იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც მათ სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნება უნდათ, მაგრამ დიდი ალბათობით გადახედავენ იმ რეჟიმებს, რომლებსაც გამოკვეთილად ანტიამერიკული პოლიტიკა აქვთ, ანტიდასავლური პოლიტიკა აქვთ, ანტიდემოკრატიული პოლიტიკა აქვთ, ანუ ყველაფერი ის, რის წინააღმდეგაც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ლოგიკურია, რომ ისინი შეხედავენ ღირს თუ არა ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომელიც მაგალითად გააძლიერებს ივანიშვილის სასამართლო რეჟიმს, სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც შემდგომ ადამიანების წინააღმდეგ, მოქალაქეების წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ან გააძლიეროს მედია პროექტები, ან ის ჟურნალისტები, რომლებიც მერე რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოში. ცხადია, რომ ეს გადაიხედება და გადახედვასაც უნდა დაექვემდებაროს და დიდი ალბათობით არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება კონკრეტულად ასეთი რეჟიმების მიმართ მიღებული.
სულ დახმარებებზეა საუბარი თან, აი ყველაზე უცნაური ეს არის, რამდენი წლის განმავლობაში ეს ივანიშვილის რეჟიმი სარგებლობდა ამ ტიპის დახმარებებით, ხო? და ამავდროულად ანტიამერიკულ კამპანიასაც ეწეოდა და მართა ამის სამაგალითო ესეთი ნიშანი იყო პარლამენტის საიტს რო აწერდა რომ USAID-ის დახმარებით არის გაკეთებული დღემდე ბატონი პაპუაშვილი ხშირად გამოდის ხოლმე და ლაპარაკობს. მინდა რომ გადავიდეთ ჩვენ უფრო არაადეკვატური მაგალითებიც გვახსოვს და ამაზე ჩვენს გვისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს დონეზე და ჩვენს ვთქვათ პონდონებთან. ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აფინანსებდნენ მთავრობის სტრატკომს, რომელიც პირდაპირ რუსულ დეзინფორმაციას ავრცელებდა საქართველოში და ამ დაფინანსებას იყენებდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. სტრუქტურა ხომ ან როგორი იყო, ძალიან უცნაური, შორს ეს მიუთითებს აი რაღაცნაირად ჩვენს პრობლემაზეც და დასავლეთის ძალიან პრობლემაზეც იმედი ამ ხრივ გამოსწორდება, რომ ესე იგი, რადგან არის პროპაგანდა, აღიარებული იყო, რომ პროპაგანდა არსებობს არასწორი და მითები ვრცელდება და არასწორად ვრცელდება, ესე იგი, არსებობდნენ ორგანიზაციები, ვინც ეს მითები უნდა გამოევლინა, ეს მითები, ოღონდ ამ ორგანიზაციების მიზანი ეს მითების გამოვლინა რაღაც ჰაერში ხარ ხდება, ხო, რომ ანუ ეს უნდა მიწოდებოდა მე მთავრობას, რომ მთავრობას მე ამ მითების წინააღმდეგ ებრძოლა. ოღონდ მთელი არსი ამის ვის იყო, რომ მთავრობა იყო გამავრცელებელი ამ მითების თვითონ, ანუ შესაბამისად მთელი ამდენი წლის განმავლობაში მოხდა ამ რეალობის უარყოფა. იმიტომ რომ რაღაცნაირად ნახე არ ჯდებოდა მათთვის მისაღებ სტრუქტურაში, რომ როგორ ხო მთავრობა მითებს ავრცელებს, ეგრე სად არის. ამის გამო ამდენი წლის ეს სტრატკომიც ამას ემსახურებოდა, ამ სტრატკომს უნდა ებრძოლა ამ მითების წინააღმდეგ. ხონდა ეს სტრატკომი არის მითების მთავარი შემქმნელი და გამავრცელებელი. ტყუილების მთავარი გამავრცელებელი ამ ქვეყანაში. პროტესტის დინამიკასთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბროთ. გუშინ ჩვენ დიდი აქცია ვნახეთ თბილისში და ნამდვილად ასე ხოლმე თითქოს ერთგვარად პლატოზე შედგება პროტესტი და უკვე 73 დღე არის დღეს და შესაბამისად არ არის გასაკვირი რომ მას ახასიათებს რაღაც მიძინების პერიოდები, თუმცა ჩავარდნის დღე არ ყოფილა. თუმცა არის თემები რაც მას მუდმივად აღვიძებს, ხო? და გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ არის ნამდვილად იმხელა თემა რომ, მაგრამ პროტესტი რომ მაინც არის, იკრიბება ხალხი, ხო? აი რაღაცნაირად დინამიკას არ კარგავს. როგორ უყურებთ ამ დინამიკას და ხედავთ თუ რა საფრთხებს ხედავთ? პირველ რიგში გავმეორდები რომ არა პროტესტის ეს მასშტაბი, უპრეცედენტო მასშტაბი, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეებში ვაკვირდებით, ის გადაწყვეტილებები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთმა მიიღო, არ გვექნებოდა. არც სანქციების სიეთე ჩამონათვალი გვექნებოდა, არც მათ მიმართ ასეთი ხისტი პოლიტიკის მომსწრენი ვიქნებოდა და ზოგადადაც დასავლეთი ისევ ცოტა ფეხს აითრევდა, რომ დაენახა სინამდვილეში რასთან და ვისთან აქვს საქმე, ამიტომ არც ერთ შემთხვევაში ამ პროტესტის არც დაკნინება შეიძლება და რაც თავარია არც გაჩერება შეიძლება. შენელების დინამიკა რასაკვირველია ახასიათებს, იმიტომ რომ ყოველ დღე ყველა ქუჩაში ვერ იქნება და ამავდროულად რაღაცნაირად ყოველ დღე იმ რეჟიმში ვერ გავძლებთ, რა რეჟიმშიც ივანიშვილმა გვამყოფა, ხო? სამართალდამცავებმა გვამყოფეს, როცა გამოდიოდნენ არც სამართალდამცავებს არ ნოხმარობდნენ მათთან მიმართებით, რომლებიც რაღაც თავპერს გვისისხლიანებდნენ, ანუ ყოველ დღე ეს რეჟიმი ვერ იქნება. ამიტომ ბუნებრივია, რომ პერიოდულად ჩენელდება, პერიოდულად ისევ განახდება, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებრივი განწყობა არის ჩამოყალიბებული ივანიშვილის რეჟიმთან საზოგადოება შეგუებას აღარ აპირებს. დინამიკა შეჩერებულია მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც ეტაპების მოლოდინებში მაინც საზოგადოება სულ არის, ხო? ჯერ იყო თქვათ ინაუგურაცია, ეხლა ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, მე რო თქვათ პოლიტიკური ორგანიზაციების აქტივობას აკვირდება და სხვადასხვა გამოხმაურებას ელის, რამაც უნდა პარალელურ რეჟიმში ივანიშვილის რეჟიმი დაასუსტოს, მოგუდოს, იქნება ეს ფინანსურად თუ პოლიტიკურად და იზოლაციაში მოაქციოს, რომ აქეთა ფლანგი მეტად გაძლიერდეს. მაგრამ აშკარაა ისიც, რომ საკმარისია ოდნავ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადაიდგას რეჟიმის მხრიდან, რომ ეს ისევ იწევს გამოღვიძებას არა, ისევ იწევს შესაბამის აქტივობას და ისევ ივსება ქუჩები. ამიტომ ეს მინიმუმ იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებრივი განწყობა არის ჩამოყალიბებული ივანიშვილის რეჟიმთან შემგუებლობა აღარ განიხილება, მათთან ჩვეულებრივ დღის წესრიგზე გადასვლა აღარ განიხილება, ივანიშვილის დიქტატურასთან შეგუება არ შედის ამ საზოგადოების ინტერესში და ამის წინააღმდეგ ის მიიღებს მაინც ზომებს.
გონ ეს განწყობები შეუქმნის პარტიებსაც თავარ ესე ვთქვათ დავალებას მისცემს რომ იმოქმედონ ამის მიხედვით ხო მიხედვით რომ არათუ სასიამოვნო და კარგი არამედ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს პარტიების მიმართულებით მათი შიდა მდგომარეობა მათ რაღაცნაირად შიდა აუდიტი ჭირდებათ აშკარად ყველა მათგან სალსალკენ კოალიციებსა თუ პარტიებს იმდენად რთული ვითარებაა მაგრამ ამასთან ერთად ეს დავალება ძალიან ნათელია პროტესტის მხრიდან საზოგადოების მხრიდან ხო და შესაბამისად მათ აქცევს რაღაცნაირ კალაპოტში როგორ უნდა წარმართონ მომავალი თვეები თუნდაც უბრალოდ ჩუმად იყვნენ. აი ამ მიმართულებითაც კი. ხო, არა, მე მგონი უფრო მეტად უნდა იაქტიურონ ვიდრე ჩუმად იყვნენ, იმიტომ რომ როგორც ამბობთ, საზოგადოებრივი დაკვეთა არსებობს იმისთვის, რომ იმოქმედონ, მათ მოუწევთ ახლა რომ რაღაცნაირად საერთო ენა გამონახონ, მორჩეს ეს რაღაც შიდა კინკლაობის პროცესი და გადავიდნენ მინიმუმ შემოთავაზებაზე, იმიტომ რომ დიდი ხანია საზოგადოება ელოდა გეგმის გეგმებს და მე რაღაც გამოცხადებებს და ეხლა საბოლოო ჯამში ესეც რა თქმა უნდა იწვევს რაღაც ტიპის დაბნეულობას, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მათ მივიჩნევთ ბარიერ გადალახულ პარტიებად, მოგწონს არ მოგწონს როგორც არის, ამიტომ მათ ახლა რაღაც ტიპის ფორმა უნდა შემოგთავაზონ, მინიმუმ რაც იქნება ეს ტექნიკური მთავრობა თუ წარმომადგენლობა დააკომპლექტონ, რომელიც საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ხალხის სახელით გაესაუბრება, იმიტომ რომ სულ სალომე ზურაბიშვილის იმედად ვერ ვიქნებით, მას შეზღუდული აქვს რესურსი და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შეიზღუდება. ეხლა აქტიური მოთამაშეები, ვინც არიან ბარიერ გადალახული პარტიები, მათ უნდა აიღონ თავის თავზე საზოგადოებასთან ერთად. დიდი მადლობა დინო კალანდაძე იყო ჩვენი სტუმარი ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი